მოგესალმებით ეთერშია დასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. ის თანხა, რომელზეც არის საუბარი, იქნება ის 50 თუ 60 მილიონი, ეს არ არის ის თანხა, რომელსაც საკუთარი პერსონალური ჯიბიდან ვიღებთ და გავცემთ. ეს არის ხალხის ფული. ერთადერთი, რამაც ჩვენ შეიძლება შეგვაკავოს, ეს არის პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ. ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის მედიკამენტის საჭიროებას ეხებოდა. როგორც ყობახიძემ აღნიშნა, მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა თანხის გაცემა, თუმცა ბიუჯეტის ფულით ფარმაცევტული მაფიის გამდიდრებას არ უნდა შეეწყოს ხელი. მზად ვართ ვისაუბროთ ყველასთან, პირველ რიგში ბუნებრივია მზად ვართ ვისაუბროთ პატრიარქთან ყველა თემასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ამ თემაზეც. ჩვენ გვაქვს დღეს კონკრეტული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ვინმე სხვა რამეში დაგვარწმუნებს, ბუნებრივია ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენთვის რა თქმა უნდა საგულისხმოა ნებისმიერი პოზიცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკლესიას, პატრიარქს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. მზად ვართ კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ ამ კონკრეტულ თემაზე, განაცხადა ყობახიძემ. რაც შეეხება შეკითხვას, დაიგეგმება თუ არა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ბავშვების მშობლებს შორის, ყობახიძის თქმით, უმჯობესია შეხვედრა შედგეს ჯანდაცვის სამინისტროში. ენერგეტიკულ სექტორში შეთანხმების ყოვლის მომცველი პაკეტი ორი ქვეყნის მთავრობებს შორის წარმატებით დასრულებული რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შედეგია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისა და რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებისთვის. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი აცხადებს, რომელმაც ბაქოში ხელი მოაწერა რამდენიმე სტრატეგიულ შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში, მათ შორის საქართველოსთვის 20 წლის ვადით ბუნებრივი გაზის მიწოდების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის თაობაზე. მარიამ ქრივიშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ყობახიძის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორებში აზერბაიჯანთან სტრატეგიულ შეთანხმებებს ქრივიშვილთან ერთად ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა, ენერგეტიკის მინისტრმა ფარვის შაჰბაზოვმა და ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა. ბოლო წლებში საქართველოს ძლიერ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად დაბალანსებული ტერიტორიული განვითარება და თანამედროვე ურბანული დაგეგმარება ჩვენი ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებად იქცა. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაფართოება და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, არამედ იმის უზრუნველყოფა, რომ ზრდა დარჩეს მდგრადი, რეგიონულად დაბალანსებული და ორიენტირებული იყოს ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ყობახიძემ მსოფლიო ურბანული ფორუმის მე-13 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ფორუმი, რომელიც გაეროს დასახლებული პუნქტების პროგრამის ორგანიზებით იმართება, გამოცდილების გაზიარებისა და მეტად უსაფრთხო და ინკლუზიური თემების საერთო ხედვის მხარდაჭერის აუცილებელ პლატფორმას წარმოადგენს. ამასთან ყობახიძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოს წინ მიიწევს ეროვნული სივრცითი დაგეგმარებისა და განვითარების კონცეფციის განხორციელების პროცესში. მისი თქმით, რეფორმების ეფექტური განხორციელების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობამ ცენტრალური მთავრობის სისტემაში შემავალი სპეციალიზებული სააგენტოს მეშვეობით ინსტიტუციური კოორდინაცია გააძლიერა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის პარლამენტის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივ მოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე ჭაო ლეძის შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია, ნათქვამი შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით დინამიკურად ვითარდება, რაც მაღალი დონის ვიზიტებშიც გამოიხატება. მხარეებმა დაადასტურეს საპარლამენტო კავშირების შემდგომი გაღრმავების მზაობა, მათ შორის საპარლამენტო ადმინისტრაციებს, დარგობრივ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარების გზით. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებზე, მათ შორის ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, თანამედროვე ტექნოლოგიების, კულტურისა და განათლების სექტორებში თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს 4 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია, რასაც თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთის ინვესტიციებს საქართველოში. პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამშენებლო პროექტებში. ნუ თუ მართლა ყველაფერი იყიდება. ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტების მიერ გამართულ წარმოდგენას. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ამ წარმოდგენის ფონზე ქართულ მსახიობებს აღარც სცენა აქვთ და აღარც თეატრის დაქირავების საშუალება. ამ დროს ქართულ მსახიობებს აღარც ადგილი, აღარც სცენა და ცხადია აღარც საშუალება ეძლევათ, რომ რუსთაველის თეატრი დაიქირავონ. ნუ თუ მართლა ყველაფერი იყიდება, წერს ზურაბიშვილი. ცნობისთვის რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა პაბედა 91-ის ფარგლებში წარმოდგენა გამართეს. ღონისძიება მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 91 წლისთავს მიეძღვნა.
საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის აღმოფხვრას შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს შექმნა არ სჭირდება. ამას უკვე შექმნილი ტროლბოტების სამმართველოს გაუქმება სჭირდება. პოლარიზაცია და დაძაბულობის უკიდურესი ხარისხი, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, იმ სისტემამ შექმნა, რომლის საყრდენიც ბატონი მამუკა მდინარაძეა. ასე ეხმაურება ექსპერტი. ლელა ჯეჯელავა მთავრობის ახალ ინიციატივას, რომელიც საზოგადოებას ბრიფინგზე სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გააცნო. ჯეჯელავას აზრით სამინისტრო სპეციალური სამმართველო გამოყენებული იქნება ოპონენტების წინააღმდეგ და თავისუფალი აზრის შეზღუდვისთვის. ჯეჯელავა იმასაც ამბობს, რომ მდინარაძის ეფექტმა ხელისუფლების ცვლილების ილუზია და ოპტიკა უნდა შექმნას. ჯეჯელავა მდინარაძის მიერ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ჩანაცვლებას არ გამორიცხავს. ეს ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს, თუ რამდენად ფარისეველია ბრიტანეთის მთავრობა, რომელიც საქართველოსგან პირდაპირ ითხოვდა, რომ ქვეყანაში არ შემოსულიყო რუსეთიდან ნავთობპროდუქტები. ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეარბილა. პაპუაშვილის თქმით, თავის დროზე საქართველოს ხელისუფლებას თუნდაც ბრიტანეთის მოქმედი ელჩისთვის, რომ დაეჯერებინა დღეს საქართველოს ეკონომიკა განადგურებული იქნებოდა. ცნობისთვის, Sky News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შეარბილა და რუსული ნედლი ნავთობიდან მიღებული დიზელისა და თვითმფრინავის საწვავის დიდ ბრიტანეთში შეტანის უფლება მისცა, თუ ის სხვა ქვეყნებში გადამუშავდება. არსებული ინფორმაციით, გადაწყვეტილების მიღება მოხდა ზაფხულში თვითმფრინავების საწვავის დეფიციტის შიშის ფონზე, რადგან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი კვლავ ზღუდავს ნავთობის გლობალურ მიწოდებას. ახლა კი გაგაცნობ თუ ცხოეთის სიახლეებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერებისა და გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება მიიღეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერის ცერემონია ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაიმართა. მედიის ინფორმაციით შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთმოქმედების შემდგომი გაძლიერების, ასევე კეთილმეზობლური, მეგობრული და თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის ინვესტიციებისა და უცხო ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი რუსეთს უახლოეს მომავალში ეწვევა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დმიტრიევმა რუსულ მედიასთან აღნიშნა, რომ უიტკოფი რუსეთში ვიზიტით უახლოეს მომავალში ჩავა, თუმცა ვიზიტის თარიღი არ დაუკონკრეტებია. რუსებმა დნიპროს დაარტყეს არის მსხვერპლი. ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქოს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის ცნობითაც გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. მისი თქმით, დაშავებულთაგან 3-ის მდგომარეობა მძიმეა. ასევე თავდასხმის შედეგად ქალაქში კვების პროდუქციის საწყობი, ავტომობილი და კერძო სახლები დაზიანდა. ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება გადამწყვეტ ეტაპზეა და ომიდან მშვიდობაზე გადასვლისთვის მზადაა. რუსული მედიის ცნობით ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა. ახლო აღმოსავლეთში სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული ვითარება ომიდან მშვიდობაზე გადასვლის გადამწყვეტ ეტაპზეა, აღნიშნა სი ძინპინმა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს და კონფლიქტის განახლება მიუღებელია. საომარი მოქმედებების სრული შეწყვეტის დაყოვნება არ შეიძლება. კონფლიქტის განახლება კიდევ უფრო მიუღებელია და მოლაპარაკებებისადმი ერთგულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აღნიშნა სი ძინპინმა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სწრაფი დასრულება ხელს შეუწყობს ბარიერების შემცირებას ენერგომომარაგებისა და საერთაშორისო ვაჭრობისთვის. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.